გვაჩვენებს ვინ არის? დისნეის ტურზე ისეთი ემოციური აფეთქებები გქონდა ყველას, რაღაცა ისეთ სწავლობს ჩვენში, ვინც ხედავთ იქ და არა მარტო, რა თქმა უნდა, მაყურებელს რაღაცა იმ ბავშვობაში გვაბრუნებს. ძალიან ველოდი ამ ტურს, იმიტომ რომ ეს იყო დღესასწაული. ეს არის დისნეი, ეს არის ყველასთვის საყვარელი ანიმაციები, ყველასთვის საყვარელი სიმღერები, ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები მართლაც შედგა ერთგვარი დღესასწაული პატარებისთვის, დიდებისთვის, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ხა ანიმაცია დიდსაც უყვარს, პატარასაც უყვარს, განსაკუთრებით დისნეის მულტფილმები, ასე რომ ძალიან მაგარი დღეა. ზოგადად ეს შოუ ყოველთვის ანებიურებს მაყურებელს მრავალფეროვნებით და მგონია რომ ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო ყველა მათ შორის მე როგორც რიგითმა მაყურებელმა თუ დეტექტივობას გადავდებ გვერდით. თუმცა ისედაც კმაყოფილი ვარ ჩემი დეტექტივობით ამ ჯერზე. ესე იგი მე დავიწყებ ეს. პროექტი არის საუკუნის და არ მეგონა თუ ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამდენ ხანს გაუძლებდი. აი იმ უფასო საუნას რომელიც 70 გრადუსამდე იყო. ჩემი პროდიუსერის კალბოდონის სალომეს აიმ დაიფარე არ გამოჩნდა არ ლაპარაკო. ნუ ვიყავი. მაინც უძლებდი რატო ისეთ რომ ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. ყველა მუშაობდა მე ესეთი პროექტი არ მინახე. საუკუნის პროექტია. მე თქვენ გამიხარგლეთ სიცოცხლე დაახლოებით 3 წლით. ჩემი მთავარი ფავორიტი იყო სიმინდი. პირველივე დღიდან ოზი ოსბორნი რომ იმღერა, მე ამას ბიტლების come together მიაყოლა. ურა მევასება ეს სიმღერა. თან რომ გავიგეთ ვინ არის ეს სიმინდი, ეს ყველაფერი გამიორმაგდა, რა თქმა უნდა, ბატონი ნუგზარი ჩემი ფავორიტი იყო და დამწყდა გული. ნამდვილად ყველაზე მეტად სიმინძე დამწყდა გული. ნუგზარ ყვაშალს ვიტყვი დღეს. ნუგზარ ყვაშალი. მე ყველაზე ძალიან ერთი რამ გამიკვირდა. მანიკა ახალგაზრდა გოგო. ჩემი ხმა როგორ მიხვდა რო ხა ვისგანაც არ მოველოდები იმან დამასახელა. ასაკი რა გგონია? არ არის პატარა არ არის. რომ გითხრათ რითივი ხელმძღვანელი ეს ერთი მიზეზი არ მაქვს, ანუ სხეულით, პროპორციებით, მე უკვე რომ დავუშვი ნამღერით, ყველაფერი ერთად. სასიამოვნო განცდა იყო ნამდვილად რომ ის მოვიდა და ჩვენი თოვლის გუნდა სხვა პერსონაჟს აცოცხლებს. ეს არის ვინ არის ხალხი. მე ნიჭიერი კაცი მგურია ჩემი თავი და ვერაფრის ვერ მივხვდი ვინ არის. ვერავინ ვერ გამოვიცანე. ეგ არის ამ პროექტის кайფი, ასე ვთქვათ რა, ეს რომ არის და ბოლოს რომ დაინახა, ვაუ! ნახოთ, ვინ არის. ბრავო! ნახოთ დღეს როგორ განვითარდება მოვლენები და ვის იდენტობას აეხდება ფარდა ერთი სული მაქვს დაიწყოს შოუ. true in fairy tales, meant for someone else but not for me. Love was out to get me, that's the way it seemed. Guess
Then I saw her face. I'm a believer, and not a trace of doubt in my mind. I'm in love. I'm a believer. I couldn't leave her if I tried. Come on, y'all. Then I saw her face. Now I'm a believer. Not a trace of doubt in my mind. I'm in love. I'm a believer. I couldn't leave her if I tried. Then I saw her face. Now I'm a believer. Hey, not a trace. Yeah, of doubt in my mind. One more time. I'm in love. I'm a believer. Come on. I believe, 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 I believe. Hey, y'all sing it with me. The people in the back. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ტელეიმედის ეთერში მეგა შოუ ვინ არის მეექვსე ეპიზოდით ბრუნდება. ჩვენ უკვე ერთი ნაბიჯი გვაშორებს ნახევარფინალამდე, ამიტომ ყოველ ნამღერსა თუ ვერსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მე კი როგორც მეგა შოუს წამყვანი პირობას გაძლევ, რომ სეზონის ბოლომდე ყველა სათითაოდ გავიგებ თუ ვინ არის. დღეს მეექვსე ეპიზოდში ვიხილავთ 5 მონაწილეს. მათი გამოსვლის შემდეგ ჩვენი დამსწრე აუდიტორია სპეციალური მოწყობილობების საშუალებით და ბარული კენჭისყრით აირჩევს თავის 3 ფავორიტ გმირს, ხოლო დარჩენილ 2 აუთსაიდერ შორის კი დეტექტივები გადაწყვეტენ ვის ჩამოხსნა ნიღაბი და დეტექტივებს მოგესალმებით და ჩემს მზე დეტექტივს ვერ ხედავ თქვენს რიგებში. აი ესე მიმატოვა მანიკამ ან ორ ერთი დედოფალი ხარ დღეს ამ ორ საყვარლეს ახალგაზრდა მამაკაც შორის. მადლობთ რომ თქვენ თვითონ დამეხმარეთ. დიახ. მაგრამ მანიკა აუცილებლად დაგვიბრუნდება ცოტა სეზონურმა რესპირატორულმა ვირუსმა შემოუტია, მაგრამ ახლა მანიკა უტევს და შემდეგ ეთერამდე აბარა ნახევარფინალში ჩვენთან იქნება. ერთ კვირაში დაამარცხებს. აი ლიზა, ნახე რას ნიშნავს ადამიანი იმპორტულ ენაზე რო საუბრობს. იმპორტული ერთ-ერთი სიტყვა ვერ გავიგე. როგორ რესპირატორული ვირუსი. კაი, ვირუსი გავიგე, რესპირატორული რა. რესპირატორული ანუ სასუნთქი გზებით. სასუნთქი გზები, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. ჩემო ძვირფასო დეტექტივებო, აგერ ნახევარფინალი კარს მოგვა და დროა ვისაუბროთ უკვე ფავორიტებზე და თქვენი აზრით ვის რა შანსები აქვს. რაღაცა ძალიან უცნაურ შეკითხვებს ვსვავ შენ დღეს. იმიტომ რომ უკვე ფავორიტების ამორჩევის დრო არის. უკვე უნდა მოგიყვეთ. აუცილებლად. ჩემი ფავორიტი. ანდრი შენ გადავიწყებ. საშინელებები ამომივა. პირიდან ხა ისეთებს ვიმეთყველებ. დაეთქვი. თქვი. შანსი მაქვს მე. ოჩახანრი რო გამოვიცნო. მეცაც გეტყვი შენ უშანსო ხარ, იმიტომ რომ ხარ შენ კონკურს გარეთ ხარ. კონკურს მიღმა. ხო, იცი რა არის, აი ერთი რაც აი გულს მტკენს ამ პროექტში, რომ 3 ეპიზოდს გავკაჩავდი, რაღაცას მოვიფიქრებდი დუბ სიმღერა, მაგრამ ნუ მეოთხე ეპიზოდზე გამაპანღურებდნენ პროექტიდან ისევე როგორც გამაპანღურეს 2012-ში ევროვიზიიდან. კარგი, სულ მაგას როგორ იცნობ, ვერ მოვინელე. კარგით. ასევე ცეკვებიდანაც ამ დარბაზიდან ხშირად მაძებებდნენ. ცეკვები ამ დარბაზში არისო. არისო. მე და შენ რო დავდექით
აუთსაიდერად პირველ ხო, ამან მე არ დამამარცხა. მიყვარს გამოპანხურება და ამიტომ არ ვიღებოდა. ე კომპლექსია, დამარცხებაც ღირსეული უნდა ამიტომ შეგეძლო. პირველ ადგილზე კი. გახვედი ძალიან ხო და ლამაზად, ძალიან კარგად ვინარჩუნებ. კარგით, ეხლა უნდა გაგახაროთ, რომ სიტყვიერი მინიშნებები გადაიქცევა ნივთებად და მე დარწმუნებული როგორ ვარ, რომ მიყვარს, რა ძალიან კარგია. ვიხალისებ ნივთები დღეს. გამოვა. საოცარი მე-6 ტური გელოდებათ, მე-6 ეპიზოდი და ყველაფერი წინ არის, დაველოდოთ და მე აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ჩვენი მეგა შოუს პარტნიორი კომპანიები, მას ასე წამყვანი დეველოპერული კომპანია ორბი ჯგუფი, რომელიც მუდამ დახვეწილი და ლამაზი არქიტექტურის შენობებით გვანებივრებს, გამარჯვებულს გადასცემს ბინას ბათუმში ზღვის სანაპიროზე. ვინ არის სპონსორია კომპანია ავერსის პრემიუმ ბრენდი აჰავა. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი მკვდარი ზღვის მინერალით. მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, კალციუმი, ბრომი, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლას და სიჯანსაღეს. ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის საფთიაქო ქსელში. ჩვენს ამაღლებულ განწყობაზე როგორც ყოველთვის კოკა-კოლა ზრუნავს და დეტექტივებო შესვენებას ისე არაფერი უხდება როგორც კოკა-კოლა, ასე რომ ისი ამოვნეთ. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. რადიო იმედი ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა 24 წელი ჩვენთან ერთად. მოიგე დრო, გაიგე მთავარი, გამიღიმეთ. ნევერლენდი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი. გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში ან შენს სასურველ ლოკაციაზე. ახლა კი მოდი ერთად ნახოთ ჩვენი ნახევარფინალში გადასვლის პრეტენდენტები. მზად არის იმისთვის, რომ მე-6 ეპიზოდი დავიწყოთ და პირველი მონაწილე მოვიხმოთ მას ასე. მარცვალი აქვს 1000 და გარედან რისია, რა თქმა უნდა, ატლასის, მას ასე, ბროზეულის სცენაზე. მოგესალმებით. კი, უკვე მეხუთედ ხვდებით ერთმანეთს და სანამ დარჩენილი 970 მარცვლიდან ტრადიციულად უკუთვლას დავიწყებ, მინდა გითხრათ, რომ ჩემს 1000-ვე მარცვალს მაყურებლის სიყვარულმა მეტი თავდაჯერებულობა შემაგრა. მაყურებელს ნამდვილად უყვარხარ. დავფიქრდი და ჩემს რომელიმე მარცვალს პროფესიად მომღერლობას მიუსადაგებ და იქნებ საკუთარი სიმღერებიც ჩავწერო. ისე ვინ არ იოცნებებდა ლასკალაში სიმღერაზე და გეტყვით, რომ ეს ოცნება მე არა, მაგრამ ჩემმა ოჯახის წევრმა უკვე აიხდინა. ლასკალაში სიმღერა. თუ დაუყვირდით, უკუთვლა უკვე ჩართულია და 4 მკაფიო მინიშნება უკვე მოცემულია. ანუ დარჩა 966. ვაიმე, ოთარ ჯორჯიკია სწორი ხო არა. მე ფაიფურის ბროწეული ვარ. ასე ერთმა უკვე კარგად დამწიფებულმა ბროწეულმა შემარქვა და დღემდე მეამაყება. კინახავთ ფაიფურის ბროწეული? სინათლეზე ისე ლამაზად გასდის ლანდი და ეს სისხლისფერი მარცვლები მზეს თითქოს მეტ-მედიდურობას სცემს. კარგი გეყოფათ. დღეს ისედაც ურთულესი მისია მაქვს და მიხვდებოდით, რომ ცოტას ვღელავ. მე ვიცი, ერთი მისი ოჯახის წევრი, რომელმაც სიმღერა ლასკალაში. ერთი ოთარ ჯორჯიკია ვიცი. არავით არა. და მომღერალია თვითონ? წინა მინიშნებები თუ გახსოვთ რამე, არ არის მომღერალი საქმეც მაგაში. არ არის მომღერალი? არა.
მოდის ბროწეული. მოგუნტრუშებს. რა საყვარელია ოღონდ. ნეტა ვინ ხარ? გამარჯობა. Like anyone would be, I am flirted by your fascination with me. შენ გინდა წყოროს მომღერალი არ არის? Like any hard-blooded woman, I have simply wanted not to crave. But you're not allowed. You're uninvited. You're unfortunate. მაგრამ ღერის თუ. It's like არ არის მომდევნო მსახიობია. must be strangely exciting to watch the starry spread. Must be someone pretending to watch a burning shepherd. But you're not allowed. You're uninvited. You're unfortunate. ისე გახსნილად ღერის ეხლა. აი ხა მაგას ფიქრობ. არ არის მომღერალი. ვიბრატოია, ყველაფერს აკეთებს, სიმღერა. An uncharted territory on the speed, greatly intriguing. You speak of my love like you have been spilling unlike mine before. But this is not allowed. You're uninvited, unfortunate. I don't think I'm worthy. I made a moment to deliberate. ბროწეული! ბრავო! ჩვენი მხიარული ბროწეული გადაიქცა დრამატულ ბროწეულად და ესეთი ფანტასტიკური სიმღერა გვიმღერა ალანის მორისეტის. მორისეტის სასწაული კომპოზიცია. ვაიმე, არ დარჩე ეგრე ბროწეულო, წამოდი. ჩვენ შენ მხიარული გჭირდები. ცუდად ხო არ არის, ხო არ არა. არა, დაიწყო, აბარა. აბა ეხლა ვაცადოთ დეტექტივებს შენი შეფასება, იმიტომ რომ
ძალიან სერიოზული სიმღერა გვიმღერე. ძალიან ესეთი ხარისხიანი ვოკალი დააფიქსირა დღეს, რაღაცა მეც ნამდვილად ხარისხიანი ვოკალი, ხარისხიანი შესრულება და ჩვენ აქ ვჭობდით, მაკარომ ეს არ არის შეფუთული ხმა. მისი ხმით გამოუშვა და იმღერა. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ამ ადამიანის ნამღერი. მე ეს მართლა ესე ვიფიქრეთ. ასე ვიფიქრეთ. ახლა რაც შეეხება მინიშნება, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მინიშნება ამ სეზონზე, ხო, ჩავეჭიდე უცებ. რომ ჩემი მე რაღაცა ლასკალაზე იყო საუბარი და ჩემი ოჯახის წევრსო ნამღერი აქვს თუ ნამღერი კი არა. ნუ აიხტინა ოცნება და გამოვიდა, ანუ ნამღერი აქ მე მგონი ასე. ნამღერი არ იყო? რა ფორმით არ ვიცით, მაგრამ ვინც მახსენდება ახლა, რაღაცებს ვაერთებ ახლა და გონია რომ ჩვენი ბროწეული არის საერთოდ ჩვენი ქვეყნის საამაყო ოჯახის წარმომადგენელი, კავსაძეების და მირიანაშვილების დიდი ტანდემის არაჩვეულებრივი მემკვიდრე ირინკა კავსაძე. ირინკა კავსაძეს და რა სიმღერა და რაც შეეხება ვინ იმღერა ამ ოჯახიდან და ვინ იდგა ლასკალას სცენაზე, ასევე სრულიად ფანტასტიკური მომღერალი ბატონი იმერი კავსაძე, დიდი კახი კავსაძის ძმა, რომ იცოდეთ ბავშვებო, ამიტომ მე ვაკავშირებ ახლა ამ ამბავს, ძალიან გამიხარდება თუ ირინკა გამოვარდება ამ კოსტუმიდან და თან იცი რა არის? აი რომ ვუყურებ ხა ეს თუ ირინკა, აი რანაირად იყო სრულიად ფენომენალური ცეკვავენ ვარსკვლავში, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მაგრამ რასასწაულია რომ ასეთი ნამღერიდან გამოიტანე დასკვნა რომ მომღერალი არ არის. იმდენად ტექნიკურად, იმდენად ვიბრატო ფრაზა. ყველაფერი დაყარა. ანუ აი რაღაცნაირად აი ნამღერი იყო თითქოს. აი თითქოს არ ეშინოდა რომ მის ტემბრს ამოვიცნობდით. აი ესეთი დასკვნა გამოვიტანეთ. მიზა შენი ვერსიაც მომღერალმა სიმღეროს ისე რომ არ ეშინოდეს ტემბრის გამოცნობა. არა, აი ვიბრატოს რაღაცების დროს ძალიან. ესე იგი შენს გაქვს ვერსია არა მომღერალია. მე ახლა თქვენის ნებართვით მინდა მოვითხოვო აბსოლუტურად ვუშვებ ანრის ვერსიის მართებულებას. თითო კავსაძე, თითო სეზონზე არ უნდა მოგვაკლდეს ღმერთმა. არ უნდა მოგვაკლდეს ნამდვილად. არ მოგვაკლდეს ბატონო და რომელი კავსაძეა? ახლა მოდი მინდა დავიხმაროთ ნივთიერი, ასე ვთქვათ, მინიშნება ამჯერად აბა საგნობრივი მტკიცებულება მაშასე ბროწეულის მინიშნება სცენაზე. ბროწეული გამოაქვს. აბა რა არის? ხახვი. ხახვი. წითელი ხახვი? კი. აბა წითელი ხახვი რას უხდება განსაკუთრებით? ტირილს. კარგი რა. სრემლებს გვრის. აი რას უხდება? ტირალა შენი. ჩახოხბილს, რა ვიცი. ყველაზე მეტად წითელის არის სამწვადე ხახვი. სხვათა შორის კიტრი პამიდრის სალათსაც გადასარევად. კი, მშვენივრად. არა, რა შუაშია. მინიშნება რამე ოთარ ლიზა. არა, ნუ მე ესეთი აგდებაც ვიცი, მაგრამ ნუ ახლა აგდებასაც ხო გითხარით, ვიხალისებთ ხო, ხო გითხარით. პრასიც გამოგეტანათ ბარემ. დაიწყო. მიდი ოთარ მიშველე. რა გიშველო? რამე თქვი და მე მანამდე მოვიფიქრე. ხახვი რატო? ალბათ უყვარს წითელი ხახვი, ან კარგი მოსავალი ქონდა წელს. კულინარია შეიძლება, ხო, მაგრამ რაღა ხახვი? მე დაგეხმარეთ, რატო დაგეხმარეთ? არ ვერ დაგვეხმარეთ. ნუ რა დახმარება ხა, კარგი კულინარი თუა ჩვენი ძვირფასი ბროწეული. ხო რა ამე. ასე ძალიან ბევრი ქალბატონი კარგი კულინარია. რა მინიშნება ახლა ეს? მე ის გენაცვალე პროფესია კულინარია. ეს აბსოლუტურად. მე დავეუფლებოდი დიდი სიამოვნებით. რა თქმა უნდა, ამიტომაც მთელი ცხოვრება სხვისი გაკეთებული საჭმელები გვეხარბებოდა მე და ჩემ ძმას. კარგით, მითხარით, იმიტომ რომ რა ვიცი, კი არ ისვენებს და არ იხლება, მაგრამ დედა უმეტესად როიალთან
ზედა უმეტესად როიალთან იჯდა. რატო ხახვი? მე რა ვთქვა? მე რაღაც ვერსიები მქონდა, მაინც მგონია რომ და ხახმა გადაგაფიქრე. არა, იცი რა არის? ასეთ სიმღერას რო შეეჭიდები, რაღაცა მაინც მომღერლისკენ წავედი. მეც ვიმღერებდი ამას. თუმცა აი ეს პროფაილიდან მინიშნება ეხა ანდრიმ რაზეც ვისაუბრა. ნახე ოთარ ბოდიში არ დაივიწყო, რა თქვა, იცი, ბროწეულმა რომ შეიძლება რაღაცა აი არ ვიცი ხა ფრაზას სწორად ვიხსენებ თუ არა, მომავალში ჩემი სიმღერებით ჩავწერო თუ რაღაც. ნახე ალო. ხო შეიძლება იგულისხმა რომ თავის დაწერილ სიმღერას ჩაწერს და არის მომღერალი, მაგრამ სიმღერა ჯერ არ დაუწერია. შეიძლება. არ არსებობს არ მგონია. კარგით, დაიხჩო ადამიანი. დაიხჩო და სხვა მონაწილეც ველოდო. არ ვიცი. არა, კითხვის ნიშანი დღეს აღარ გამოგივა. აღარ გამოგივა. კარგი, ვიტყვი, მოკლედ ეს ჩემი კანდიდატიც არ არის სამოჯახიდან შორს და მე ერთხელ უკვე მე მგონი მეორე ტურში მქონდა ეს ვერსია და სიამოვნებით დაუბრუნდები ამ ვერსიას. ეს არის მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე. ნანუკა ხუსკივაძე. ნუ იგივე ფაქტობრივად ერთი ოჯახი. კანდიდატურის მამიდა. მამიდა. უნდა გააგრძელო. ოთარ. რა ვთქვა, არ ვიცი, მართლა დავიბენი დედას ვისავარ, ეხა ამათ ხოცალკე დამაბნიეს. ხახიჭამე. ხახიჭამე დამაბნია, ეხა ჩემ ვერსიებს ჩამოვხედე. ჭამე. ყველა ვერსია მეჩვენება აბსურდულად, რაც კი აქამდე დამისახელებია ჩვენს საყვარელ ბროწეულზე და დედა რა კარგი ხა რადგანაც უნდა დავაფიქსირო იყოს ისევ რაც წინაზე ვთქვი და იყოს ბაბი კირკიტაძე იყოს ბაბი კირკიტაძე კი ბატონო და გავაცილოთ ჩვენი ბროწეული გამიესი ხახვით მიდი აბა წილის ვინაობა ერთი დიდი ლაბირინთია და ჩვენს ამ ლაბირინთში გვაცხოვრებს. მაშასე მინოტავრის სცენაზე! ის ერთ რაღაცაში უნდა გამოგიხდეთ. ამ ხელა ლაბირინთი კი მაქვს, მაგრამ ძალიან ზარმაცი ვარ. უბრალოდ იმდენი პასუხისმგებლობა ავიკიდე ცხოვრებაში, სიზარმაცისთვის აღარც დრო მრჩება, აღარც სივრცე. მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ ერთი მეორეს მიბალანსებს. ჩემი ლაბირინთი იმდენ ხანს ვაშენე და შიგ იმდენი წრე ჩავამატე, ვიღაც ახსოვს ჩემი სიზარმაცი. აქ არის მჭედლობის წრე, ხატვის წრე, ინსტრუმენტალური წრე და ერთი დანტეს წრეები მაკლია მხოლოდ ეგაც. თავის დროზე რომ მივსულიყავი სადაც საჭიროა, დანტეს წრეებიც მექნებოდა, მაგრამ აბა რა გინდა? ვერ ვარ პუნქტუალური. 10 წუთით ადრე გასვლა იმას კი არ ნიშნავს, რომ იქ 10 წუთით ადრე ვიქნები. მე და სამყარო მართლა ეგრე იყოს მოწყობილი. ერთხელ 10 წუთით კი არა, იმდენი თვით დავაგვიანე, რომ მივედი ჩემთვის განკუთვნილი ადგილი მხოლოდ საქსო დაზგასთან გაიყო დარჩენილი. და რაღაც გავაწყობ. საქსოვი დაზგა რა შუაშია? ვიფიქრე, ისევ პატარა რომ ყოფილიყავი, ჩემთვის შავ ბრგვალ ქუდს მოვიქცოვდი, მაგრამ ეგ დრო კარგა ხანია გასული. დიზაინერი ხო არა ეს? ანუ იმის თქმა მინდა რომ მაგაშიც დავიგვიანე. მაგაშიც დავიგვიანე. ო და ეხლა ჩემს გუდანაბადს ავიკრავ და სცენაზე მაინც არ დავიგვიანე. ლაბირინთიდან პირდაპირ სცენაზე გამოვიდა ჩვენი მინოტავრი, მინოტავრო. მე დაი გააჩნია ეხლა როგორ იმღერებს და მე მგონი ვიცი ვინ ხარ. მართლა, იცი უკვე ვინც არის. რა ვიცი. Was her, she was me.
We were fine all alone, and if there's somebody turning me on, she's the one. ვა, მაგარია. When you get to where you wanna go, and you know that you wanna know, smiling. When you said what you wanna say, when you know აი რა the way you უცნაურია, wanna ნახე play. დღეს ესეთი ასაკი აღარ You've been ეთქობა so კითხოს hard თმაში. to be flying. I was her, she was me. We were სულ one, სხვა ხმაზე მღერის დღეს, არა? we were free. If აბსოლუტურად. there's somebody turning me on, she's the one. მომღერალია ეს ხალხო. If there's somebody calling me on, she's the one. She's the one. If there's somebody calling me on, she's the one. She's the one. Bravo. ბრავო. ეს როგორი სამდიანები არიან ჩვენი მონაწილეები, იცი რატო? აი ნახევარფინალი რომ მოდის, რაღაცნაირად თავი უნდათ რომ წარმოაჩინონ მაღალ ხარისხში და მინოტავრმაც ფანტასტიკურად შეგვისრულა. შენ მოგიწნა ეს სიმღერა, მაგამ. აჰა, გაგრძელდა თქვენი სინატურში რომანი. რა თქვი შემიყვარდა თქო, ხო? კარგით, აბა შეგვიფასეთ ჩვენი მინოტავრი. აბა ელზა. ამ სასწაული მოდი ვოკალით. ამჯერად ისევ ჩემ წინა ვერსიას დაუბრუნდები და იყოს ოთონემსაძე. ოთონემსაძე ხო ვერ იმღერებდა ასევე. ეხლა რომ ვფიქრობ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ მექნება შანსი, რომ ნახევარფინალშიც მოусმინო მინოტავს და უფრო ჩამოვყალიბდე, მაგრამ გამომდინარე წინა ტურებიდან და დღეის მონაცემები დღეს გაახსენდა მიხვდა რა ხდება? დაცხე რა ხდება? ანრი მოკლედ ყველა შემთხვევაში ოთოს აქვს ის პოტენციალი რომ time to say goodbye სიმღეროს და დედა ეს როგორ გამომეპარა ხა. კი ბატონო ლიზა ვაფიქსირებ ოთონემსაძეს და მინიშნება, მინიშნება. მინიშნება გამოიტანეთ, გამოიტანეთ. უცეფისეცია გამოიტანონ რომ არ ჩანს რა არის. საჭე აბეზარა ხარ? აბაბაბა ჩარა მოდის ბაჭკარა მოდის აბეზარა. თითოსანიკიძე ხო არა ან შალვა ობგაიძე. ან შალვა ობგაიძე აი საჭეს რა შეიძლება ადამიანმა დაუკავშირო ხო ადამიანების უმრავლესობა საჭესთან სხედვართ და აქ ის შემთხვევა რომ ის არზეს საჭესთან. ანუ ვერატარებს? ხო, აი გონზე არ არის ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყოს, მაგრამ მოდი მე დავასახელებ გიორგი სუხიტაშვილს. მე რამდენი სუხიტაშვილი მე რამდენი მაშინ მე დავასახელებ პირველად ვასახელებ რა მე რამდენი სუხიტა არ მithავს მე არც ერთხელ. ყველამ არა, დაასახელა სუხიტა წრეში ბერჯერი დაატრიალეთ იყო ადამიანი არ გაახარეთ არ შეარგეთ. ანრი მითხარი ერთი რა გაგახსენდა ვინ გაგახსენდა ასე აბა შენ რა გაგახსენდა ის გითხარი. ნახე მაგა როგორი რამ დამემართა. აი ეს ხმა, ესეთი ლირიკა, სიფრიფანა, რაღაცა სიყვარულის ბალადა მოწუპუწუ. უცებ ლიზას გამხედე ესე და ვერ დავაკავშირეთ აი ეს ტემბრი და იგივე time to say good. აი ეს დიდი ხმა, აი წარმოუდგენელი ხო, აი ესეთი სავსე ბარიტონი და ცოტა არც თუ ისე ცუდი სკოლით. ნახე. შეიძლება ხო, თქვათ. და უცებ იცი ვინ გამახსენდა? რომელიც კარგად მღერის, ასევე სკოლა აქვს გავლილი. არ არის მომღერალი, ეს არის რეჟისორი და მსახიობი, ასევე ჩვენი არხის ტელეწამყვანი გოჩა კაპანაძე. გოჩა კაპანაძე კარგი აბა რა საიდან აი მე შეიძლება კი, ფიზიკაც და ქიმიაც
ახლოს არის და მისი ტრიგონომეტრიაც. იმედია არ ვწდები, იმიტომ რომ ძალიან გაგვიხარდება. ძალიან კარგი იყო ეს უნიჭიერესი ადამიანი. აბარა. და გავაცილოთ მინუტები. პირამიდები როგორ აშენდა ვიცით, მაგრამ ქურუმის უკან ვინ არის? არ უნდა გავიგოთ? მაშასე ქურუმის სცენაზე! რის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება? ქრის ფირფიტებზე დაწერილი კანონების გარეშე, ჩემი კალმის გარეშე, ერთი ინსტრუმენტის გარეშე და მუდმივი განვითარების გარეშე. კანონები. ყოველ წელს თუ არ თქვი წინა წელს როგორი სულელი ვიყავიო, შენივე ნაკლია. ეგ იმას ნიშნავს, რომ ერთ ადგილზე ხარ გაყინული და ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს ბადებს ეჭვს, რომ შენ წინ კი არ წასულხარ. იმავე ადგილს დგებნი. ადამიანისთვის წინსვლა აუცილებელია. აგ გითხარით საკუთარი თავი შენი ერთადერთი კონკურენტია მეთქი. ოღონდ წინსვლა და წასვლა არ უნდა აგვერიოს. ტერმინთა განმარტებაში ასე წერია. წინსვლა, წინ გადადგმული ნაბიჯები ან ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია პიროვნული განვითარებისკენ. ხოლო წასვლა ესა კონკრეტული წერტილის, ადგილსამყოფელის ან რისამე დატოვება შეგნებული ქმედებით. ამიტომ ჯერა რომ სადაც დაიბადე, იქიდან არ უნდა წახვიდე, სანამ პიროვნებად არ ჩამოყალიბდები. აბა მე ქურუმის ნიღაბი საერთოდ არ მჭირდება. ნიღაბი ისედაც ყველას მორგებული გვაქვს. მე უბრალოდ ის მაინტერესებს, როგორ ვიქცევი, როცა არავინ იცის ვინ ვარ. შემო დეტექტივებო. მოგესალმებით ქურუმო. მოქურუმდა. აბა ვნახოთ. ტანგო. როგორ გაირბინეს წლებმა, როგორ დავავიწყდით ყველას, ქრება ყველაფერი ქრება, მიდის ყველაფერი მიდის, ქრება ყველაფერი ქრება, ჩქნება ერთგულების გილიგა არ არის. არ არის გილიგა. ხდება ყველაფერი ხდება, და კვლავ გაზაფხული მოდის. სიცოცხლე მღერი მახაცა სინათლე მღერის ეს გული მღერის მიღვარხარ შენ როგორ მოიწყინეს მთებმა მალე ჩამოწვება ვინდე ქრება ყველაფერი ქრება ხდება ერთგულების ხიდი ქრება ყველაფერი ქრება ჩქნება ერთგულების სტოდი ხდება ყველაფერი ხდება და კვლავ გაზაფხული მოდის სიცოცხლე მღერის, სინათლე მღერის, ეს გული მღერის, მიყვარხარ შენ, როგორ
გაირბინეს წლებმა როგორ დავავიწყდით ყველა ძალამაზად ცეკვავს ყველაფერი ქრება მიდის ყველაფერი მიდის ბრავო ქურუმი დედა მათ რა ხდება ბრავო დეტექტივები ფეხზე ბრავო. მადლობა ქურუმო რომ ასე მოხიბლე დეტექტივები ფეხზე იმიტომ მიდგნენ რომ თვითონაც ცეკვავდნენ ტანგოს იყო ფანტასტიკური ბრავო ქურუმო ბრავო და თქვენის ნებართვით აქედან მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი არაჩვეულებრივი კომპოზიტორი ნამდვილად. საოცარი ადამიანი და მე ვთვლი რომ დაუფასებელი კლასიკოსი იმიტომ რომ აბსოლუტურად გეთანხმები აი ისეთი პროფესიული მუსიკა დაგვიტოვა ვაჟა აზარაშვილმა რომელიც დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ნამდვილად. არაერთხელ იტყვის თავის სიტყვას და ნუ რაც შეეხება ხა სასიმღერო ჟანრს ეს არის აი ყოველი ჩვენგანის არ ვიცი აი სამაგიდო წიგნს რო ყველა სიმღერა რო გემღერება კი და რო აი რომ ეს სკივრი რო დაუსრულებელია კი, და ბატონო. უშრეტი და ახლა თავის აზრს მოგახსენებთ ბატონი მაგრამ მეცით მეჩვენებოდა თუ ამოგიყირავდათ ვერსიები მე ამომიყირავდა ვერსია გილიგასთან მიმართებაში რამდენადაც გიორგის ნამღერს კარგად ვიცნობ არ გამომეპარებოდა მისი რომელიმე ნიუანსი ამ მომენტში ახლა ნახე ქართული სიმღერა მეთქი ლიზას ვეუბნები ყოველთვის ყიდის ჩვენს პერსონაჟებს და იქ რაღაცა მართლა ხელჩასაჭიდი გაქვს ეს არის ის თუ არა ამ შემთხვევაში მე გილიგას გამოვრიცხავ თუმცა სანამ მე ვერსიას დავასახელებ ქურუმს მოართვით მისი საგნობრივი მინიშნება ნირთის სცენაზე რა შემოიდა თასი ჩემპიონი აი ეს არის ნირთი ბასარო დავაბრუნოთ ეხა დროებით თასის მფლობელი ხარ ქურუმო ამობრუნდა ყველაფერი გიშტები ეხა არ მითხრათ რომ ხვიჩა გვარაცხელია შეიძლება მასთან მიმართებაში იყოს იმ კონტექსტით რომ გიждდება ფეხბურთზე და თასების თასზე დადის აუცილებლად ფინალში თასით ხელში არ მგონია ან კარგად სვავს განსხვავებულ თასებით for example კი ბატონო რატომაც არა მე მაინც დასაფიქრებელია მაინც მგონია რომ ქურუმმა ეს თასი იმიტომ გამოიტანა რომ გარკვეულწილად ჩემი მონათესავე სულია ოღონდ სხვა პროფესიაში მას ბევრი თასი და პრიზი აქვს მიღებული და შეიძლება ეს იყოს მომღერლებიდან ჩემს გარდა არავინ მახსენდება თასების ფლობელი 14 კონკურსიდან ხო მართლა არ მახსენდება სხვა შემთხვევაში სხვა ხელოვნების სფეროდან მახსენდება ასეთი ვინ შეიძლება იყოს მოცეკვავი არაჩვეულებრივი ამას წინათ მან მიიღო საერთაშორისო მსაჯის ტიტულის ოთო ფოლადაშვილი კი ბატონო ვაიმე სხვათა შორის ოთო ფოლადაშვილი ხა ჩავხედე და წინა ეპიზოდზე მე ნათქვამი ქონდათ მე მქონდა ვერსია ოთო თასმა ფოლადაშვილი წამიღო ოთარ თასმა წაგიღო მოდი ანუ ნახე რო არ გავიმეორო და იგი რო არ ვთქვა რომ აი ანრის ვეთანხმები და მე წავალ მაინც მაკაცაზე ლიზა აი რა გავაკეთე ხა წერდი და თქვა მე წავალ მაკა იმიტომ რომ მაკაცა ხა თასი პირდაპირ ასე რაშუაშია ნამდვილად ვერ გეტყვით შეიძლება მას ბავშვობაში რამე აქვს მოგებული ტურნირი სპორტზე დაადიოდა ან უბრალოდ განსაკუთრებით უყვარს თასით დალევა ან განსაკუთრებით უყვარს სპორტი მაგრამ აი აღნაგობითაც ეხა ეს ვერსიაც არ არის ჩემგან პირველად გაჟღერებულა აქამდეც მაგრამ მოდი იყოს ირაკლი მაკაცარია კი ბატონო დღეს ძალიან განვიცდი მე მანიკას გარეშე ყოფნას დეტექტივის ამპლუაში და მე მინდა ეხა საჩუქარი გავუკეთო ჩემ მანიკას
მუსიკას და დავასახელო მერაბ ნინიძის ბრავო ლიზა, აი რაღაცნაირად აქ ხო უნდა სულს უნდა გძნობდეს რომ მანიკა ჩვენთან არის. მანიკა გამომდინარე ქურუმი დღეს არის მერაბ ნინიძე. და გავასწავლო ქურუმი. ბრავო ქურუმი. ლათინურად მას ქვია პავო, მაგრამ კუდი ისეთი გრძელი და ლამაზი აქვს, რომ ფარშევანგი უფრო უხდება მაშაზე, ფარშევანგი სცენაზე. ესეც ასე. კარგად მივიძებთ არა წინ? ახლა გამახსენდა და кайხანია თქვენთვის ჩემი სიზმარი არ მომიყოლია. გუშინ დამესიზმრა რომ ბევრი სათამაშო მქონდა, მაგრამ მათთან თამაში არ ვიცოდი. ისინი წვალობდნენ და მეც, მაგრამ მათთან თამაშის ნაცვლად ბიჯექი და ფერადი ყვავილებისგან გვირგვინს ვწნავდი. ბოლოს ერთი კურდღელი თოჯინა მომიახლოვდა და მისთვის უკვე დრო აღარ მქონდა. იცით ამ სიზმრის ახსნა? მე კი. მოგიყვეთ? კარგი, მოგიყვებით. მე რომ თოჯინებთან მეთამაშა, ეს დროისა და ძალისხმევის, კარგვის მომასწავლებელი იქნებოდა. ანუ რაღაცაზე დროს ფუჭად დავკარგავდი და რადგან არ ვეთამაშე, ესე იგი პირიქით, რასაც ვაკეთებ, სწორად ვაკეთებ. ყვავილების გვირგვინი კი ჩემი შრომის ლამაზად დაგვირგვინება. ახლა იკითხავ კურდღელი რაღა შუაშიაო. რა შუაშია ხო გეკითხები? არსებობს მითი, რომელიც გვეუბნება, რომ კურდღელი სიზმრად შიშის ნიშანია. მერთო, რა სისულელეა. მილერის თქმით, კურდღელი სიზმარში ბედნიერი ცვლილების მომასწავებელია და მოდით ახლა ეს ჯაჭვი ერთად ავკინცოთ. მე დროს და ძალისხმევას ფუჭად არ კარგავ. რასაც ვაკეთებ, ლამაზად დაგვირგვინდება და ბედნიერ ცვლილებებსაც მომიტანს. დავიჯერო ეს სიზმარი აქაურობაზე ვნახე? არ ვიცი. ნახოთ. აბა რა გაიგეთ? ცი რა არის ძალიან მაბრაზებს ფარშება. რა გასწავლათ ამ აი პროფაილს? რა სიზმარობა მომინდო მაგ. Vem Magalena Rojo, traz a lena pro fogo, vem fazer a massagem. Hoje é dia de sol, alegria de coió, é curtir o verão. Esse é a Macaxalicaxuli, ora, Rio. Traz a lenha pro fogão, vem fazer a maçã. Hoje é dia de sol, alegria de coió, é curtir o verão. Te. აი ხა მაგა. უარ მეღადავე. Te. Vem Magalena Rojo, traz a lena pro fogo, te coração. Hoje é dia de sol, alegria de coió, meu dever de verão. Vem Magalena Rojão, traz a senha pro fogão. Você consegue? Hoje é dia de sol, alegria de coió, meu dever de verão. Te.
pronto nel dever diverà. ფარშევანგი გალიაში დღეს თავისუფალი ფარშევანგი იყო ფარშევანგო ეს რა გვიქენი ახლა შენ ნელ-ნელა გვაგიჟებს აი თუ რამე ამომიყირავდებოდა ახლა პირველად მოხდა რომ აი რადიკალურად შემეცვალა ხო ხალხო მე ალბათ ახლა დარბაზით დამეთანხმება აი ვისი ხმა გესმოდათ ახლა თქვენ? აუ. რეალურად ვისი ხმა გესმოდათ? ვერ გაგცემთ მე ვიტყვი ახლა და თუ მეთანხმებით აპლოდისმენტებით დავაჯილდო. ეს ხმა არც მეტი არც ნაკლები აი მთელი სიმღერის განმავლობაში. და იმ მსახიობის ემბრის კოპირება ძალიან რთულია. ხანდახან მე ასე ვთქვათ ვაჯავრებ ხოლმე რაღაც მის ისტორიებს რო ვყვები. ეს იყო მაკა შალიკაშვილის ხმა. არ გირა. არა, არ გეს ნახე, აქ იმაზე არ არის ახლა რომ რაღაც დავასახელოთ აბსოლუტურად მთელი კომპოზიციის განმავლობაში. აი ხო, მაკას რამდენად კარგად ყველა ნიუანსი იყო მაკას. კი ბატონო, მიღებულია შენი ვერსია. მაკა შალიკაშვილი. მაკა შალიკაშვილი. მორჩა და გათავდა. მორჩა და გათავდა და მოიხსენი ეკისა რა ქვია. ფარშევანგის თავი. მინიშნება გამოიტანეთ. მინიშნება. მინიშნება, ნივთი რა არის, ვერ ხედავ, ახლოს მოიტანეთ. რა ხდება? უკაცრავად გამატარეთ, დავინახოთ. ზღაპრების სიგნი. კი, მაკა შალიკაშვილი დიდი მეზღაპრეა. კი. ოთარ, რა ვქნა, რა მიზა. შენ არაფერი არ უნდა ქნა, შენ რა უნდა ქნა. დაჯექი? დავჯექი, ცოტა. ადექი. ნეტა მე რა ვქნა, თორე შენ რა უნდა ქნა. რა ვერსია გქონდა თქვენ, გავახსენეთ? ნო? ბასა ფოცხიშვილი? ბასა ფოცხიშვილი? აი რო ამბობთ ბასა ფოცხიშვილი, თქვენ მოგისმენიათ ბასას სიმღერა? არ მოგისმენიათ, აი ლიზა მოყვება. ლიზა მოგიყვებათ. ლიზა შეიძლება? უფრო საოპერო. შეიძლება რომ ბასა იყოს ეს? მისი ოპერა. ბასა. აი რატოში ჩაყარეთ ჩვენი დეტექტივები? ჩვენი მაყურებელი მკარნახობს და დავეთანხმები იყოს თამუნა ამონაშვილი. თამუნა ამონაშვილი. იმიტომ რომ ამომიტრიალდა ყველაფერი, აი ყველაფერი თავდაყირა დადგა, ხო ხვდებით? დავაფიქსიროთ თუ შეიძლება. დავაფიქსირეთ მე. რას მაშინებთ? არაფერს არ გაშინებ. დავაფიქსირეთ. დაჯექი? არ დავჯდები. იდექი, ლიზა. წარმოუდგენლად ნიჭიერია ფარშევანგი. ადამიანი რომელსაც აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება აღმოჩნდა რომ შეუძლია. აი დღეს მართლა იმდენად ამოგვიყირავა ყველაფერი რომ სრულიად უბერსიო ვარ და ხო შეიძლება ჩემს კოლეგებს ყველას თითო-თითო კითხვის ნიშანი აქვს და მეც მაჩუქეთ რა დღეს კითხვის ნიშანი. ისე კი არ იყო მაგის დრო მაგრამ აბა, რა ვიცი. მოდი ესე ვქნათ, იმიტომ რომ აი აბსოლუტურად ავირიე მართლა კარგი, დაფიქსირებულია კითხვის ნიშანი. მომღერალი, მსახიობი და კითხვის ნიშანი. მადლობა დეტექტივებო და გავაცილოთ ფარშევანგი. D4, D5, C4, ასე იწყება მისი გამბიტი და ახლა ვნახოთ როგორ დაგვისრულებს მაშასე ლაზიერის სცენაზე. ჭადრაკი როგორი თამაშია იცით? მუდმივად უნდა განიხილოთ ცუდი სცენარი. თუ ეს ფქენი ის რას იზამს, ეს თუ მე დავინახე, იმანაც ხომ დაინახა. ამიტომ
ყოველთვის, ყველაფრისთვის მზად ვარ. ყველაფრისთვის მზად ყოფნა მოთმინების გარეშე არ არსებობს. მომენტი შეიძლება მთელ თამაში ერთხელ დადგეს. ამიტომ მოთმინაში რეკორდსმენი თუ არ ხარ, შენს შანსებს გაანიავებ. მოთამაშეს შანსი სულავს. ვინც არ უნდა იყოს, რა დონეც არ უნდა გქონდეს. ზოგადად დიფერენციაცია არ მიყვარს. თუ კარგი ადამიანია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ რომელი თანრიგისაა. ბოლო დროს სიცილიურ დაცვას ავუღე ალღო. აჰა. ძალიან აზარტული ყოფილა. არადა ჩემს თავში ეს თვისება არასდროს შემიმჩნევია. სანამ ე4-ზე C5-ის პასუხი არ დავიწყე. C4 C5 იცით რომ თითქმის 50-50-ზეა სიცილიურით თეთრებთან მოგების შანსი? ამ ფაქტმა კიდევ უფრო აზარტული გამხადა. არადა ზედაპირზე სულაც არ ვარ აზარტული. მაგრამ რაც ნახევარფინალს უახლოვდები, უფრო და უფრო აზარტული ხდები. და ეხლაც ერთი სული მაქვს სცენაზე გამოვიდე. ლაზერი მოდის ვაიმე, გამოუსვლია ახნო. რაღაცა ესპანურთან გვაქვს საქმე. ვაიმე, რა ლამაზია. ლაზერი. გასაგებია. ყველაფერი გასაგებია. წავედით ესპანეთში. ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია. დაიწყო. ოპა. რა კარგია. რა მაგარია. ვაიმე, არ არსებობს. კარგი კაცო. აი ესეთი უნდა დამთავრება. აი ესეთი ფინალი იყო. აი ესეთი ფინალი უნდა
ეპიზოდს. არც კი ვიცი. ოთარ ფეხზე გახარდა არა, სრულიად არ მაინტერესებს ვერსია კი არა და შეფასება ან რამე მითხარი. შეფასება სასწაული, დიდი მადლობა. მინიშნება თუ შეიძლება გამოგვიტანეთ. მინიშნება. არ გავიწყდება ხო არა, მინიშნება. არ მავიწყდება. მინიშნება, იმიტომ რომ ლაზიერის ნივთის სცენაზე. ამობრუნდა ყველა დღეს არის ამობრუნებების. აი ეგ არის. ზუსტად. რაო? აუ, კარგი. რას ლაპარაკობ? მერცო ჩემო. რა. გისმენთ, აბა? ეს მინიშნება ისეთია რა, რაღაც შაბლონური აი რა, ეხა რამდენი ადამიანი დგას. არა და მანამდე ყველაფერი გავიგეთ მინიშნებებით. აი სხვათა შორის იცი რა არის ლაზიერის მინიშნებებს საერთოდ არ უსმენ. იმიტომ რომ ყველაზე დამაბე არაფერ შუაში არ არის ჭადრაკი, აბსოლუტურად არაფერს არ იძლევა ისე ჩაგვიხლართავს რაღაცებს, რომ უკვე გაბრაზებული ხდებით ამ მაგიდასთან. კარგი, აბა ვინც იცით ჭადრაკი, აბა რასვლა გაგვიკეთა ახლა ლაზიერმა. შამათი. ეგ რას ნიშნავს? აი რომ გადაგიგდებენ და აბა სულ კარგად ზანდებოდეთო. კარგით, ნუ სხვა ზარარი ვერსიები უნდა მოვისმინო, ან რიგისმენ. ესე იგი, ლაზიერი ტანმაღალი ქალია. ან მაღალი ქალი. ან დაბალს ვერ ვიტყოდი. ან მაღალია. მომცროს ვერ იტყო. ნუ ჩემთან თუ შეადარებ. ფიზიკური რა თქმა უნდა მაღალია. მაღალია. შენ არც თუ ისე დაბალი ქალი ხარ. შენ უფრო თავმდაბალი ქალი ხარ ვიდრე დაბალი. ჩემო მაკა რაც ღუპავდა ყოველთვის. ყოჩაღარ. როგორ მიყვარხარ. ხალხო ჯერ არ მაქვს ვერსია, დაიწყოს ოთარმა და ავყვებით. ვიკივლოს მან და ვიკივლებთ ჩვენ. მე ხო მაქვს, რას ამბობ, ვერსიების მეტი რა მაქვს. კორიანტელი. რომელი ერთი გითხრათ? არა, იმიტომ რომ ოთარ ახლაც აგვიყირავდა ამბავი, იმიტომ რომ ისეთი ხმა გამოაგორა თავის გორგოლაჭებით რომ მართლა ფინალისტვის იგზია ჩემო დაბნეულები ვართ რომ ვისთან წავიდეთ რომელ კედელს შევესწრო არ ვიცი ბატონო ძალიან მასტერკლასი ჩაგვიტარა მინდა ოთარ გაქვს რამე ვერსია სანამ ლიზა ფიქრობს ლიზა ფიქრობს, მეც ვფიქრობ, ვერსია არ მაქვს და თან ლაზიერიც მეწოდება რომ ამდენი ხანი დავაყენეთ სცენაზე. არა, უნდა მოიცადოს, იმიტომ რომ ჩვენ შანსი უნდა მოგვეცეს. ხო ამ რეგისტრში თუ არ მეშლება რამე. რა გინდათ კაც? დავტანჯდი. წავიდეთ სამივე კითხვის ნიშანზე. წავიდეთ. არ დავუძებ, შეიძლებოდეს კაცო. აბა ნახოთ თუ გამოჩნდება, ესე იგი შეიძლება მაჩვენეთ. აბა შეიძლება ეს რასვლა გაგვიკეთე მაჩვენეთ შეიძლება კი სამი კითხვის ნიშანი გამოუშვით ველოდები ერთი აბა ვისზე გაჩერდება კითხვის ნიშანი ორი სამი მოვიდა ლაზიერო უპრეცედენტო ესე იგი როგორ ჩანს პირველი პრეცედენტია ერთხელ შეიძლება ასე ესე იგი პირველი პრეცედენტი დაფიქსირდა და შემდეგ სეზონებზეც გამოვიყენოთ დეტექტივები სეზონებზე ეპიზოდებზე არ დედა რა გვიქნა ამ ქალმა ხო ქალი ხო არის ნამდვილად ქალი ხო ხარ გოგო და გავაცილოთ ჩვენი ლაზიერი ბრავო სახილი ეს იყო დღევანდელი მეექვსე ეპიზოდის ბოლო მეხუთე მონაწილე და სანამ ჩვენს აუდიტორიას ვთხოვ რომ მოიმარჯვოს ელექტრონული მოწყობილობები და ფარული კენჭისყრით აირჩიოს საკუთარი ფავორიტები მანამდე იმედის ეთერშია რეკლამა დავბრუნდით სცენაზე და ახლა ჩვენი მეგა შოუს პარტნიორი კომპანიების შეხსენების დროა მაშასე სამხვანი დეველოპერული კომპანია ორბი ჯგუფი, რომელიც მუდამ დახვეწილი და ლამაზი არქიტექტურით გვანებივრებს, გამარჯვებულს გადასცემს ბინას ბათუმში ზღვის სანაპიროზე. ვინ არის სპონსორია კომპანია ავერსის პრემიუმ ბრენდი აჰავა.
აჰავას პროდუქტების გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და ანელებს დაბერების პროცესს. ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს მავნე მინარევებს და ხელოვნურ დანამატებს. ბრენდი რეკომენდირებულია დერმატოლოგების მიერ. ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის საფთიაქო ქსელში. სულ რამოდენიმე წუთში ჩვენ კიდევ ერთ ამოუცნო ბიდენტობის ვინაობას გავიგებთ. ამიტომ ვისარგებლოთ მომენტით და განწყობა კოკა-კოლასთან ერთად ავიმაღლოთ დეტექტივებო. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. რადიო იმედი ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა. 24 წელი თქვენთან ერთად. მოიგე დრო, გაიგე მთავარი. ნევერლენდი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი. გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში. ან პირდაპირ შენ სასურველ ლოკაციაზე. ახლა კი აუდიტორიას ვთხოვ მოიმარჯვეთ. თქვენი ელექტრონული მოწყობილობები და ფარული კენჭისყრით გამოარჩიეთ საკუთარი ფავორიტები. შეგახსენებთ, რომ თქვენ აძლევთ ბილეთს ჩვენს მონაწილეებს ნახევარფინალში გადასასვლელად, ამიტომ თქვენ იცით, დამაშასე, ხმის მიცემა დაიწყო! სანამ ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს, მოდი კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი დღევანდელი შოუს მონაწილეების გამოსვლას. We were young, we were wrong, we were fine, all alone. And if there's somebody gonna me on, she's the one. When you get to where you wanna go, and you know things you wanna know, smiling. When you said what you wanna say, when you know the way you wanna play, you've been so high to be flying. Როგორ მოიწკინეს მთებმა, მალე ჩამოწვება ვინდე. ხრება ყველაფერი ხრება, ხდება ერთგულების ხიდი. ხრება ყველაფერი ხრება, ჩქნება ერთგულების ტოტი. ხდება ყველაფერი ხდება, დაკლო გაზაფხული მოდი. Magalena lo show, traes la cena profundo, te coração. Hoje é dia de sol, alegria de choto, meu dever de verão. Yeah, 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 yeah. Yeah, 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 yeah. Yeah, 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 yeah. Yeah, 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 yeah. Il n'a jamais, jamais connu de roi. Si tu ne m'aimes pas, je t'aime. Si je t'aime, prends garde de toi. Si tu ne m'aimes pas, si tu ne m'aimes pas, je t'aime. Mais si je t'aime, si je t'aime. Prends garde de toi.
მაშასე მეგა შოუს 5 რჩეული მონაწილე უკვე სცენაზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხმის მიცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. შედეგები უკვე დაფიქსირდა. და ახლა დავასახელებ გულშემატკივრის ფავორიტებს. მაშასე პირველი ნახევარფინალისტია. სამი კითხვის ნიშანი და ლაზიანი. გილოცა. ის ნახე, ის მეორე. როწეული მეც მოვდივარო. ბაფრე. ეხლა მეც მეორე ნახევარფინალისტია. როგორ? ბროწეული. შეინახე ენერგიები ნახევარფინალისტის ბროწეული. კარგია, გადასარევია. დაიძაბა სიტუაცია, რადგან დარჩენილი 3 მონაწილედან მხოლოდ ერთი არის გულშემატკივრის ფავორიტი და ის არის მინოტავრი. დარბაზით მაყოფილია, მინოტავრო გილოცავ და ვაიმე. დედა ფარშევანგი და გურუმიო, გურუმი და ფარშევანგიო, მიშველეთ. ვის აძლევთ ნახევარფინალში გადასასვლელ ბილეთს? გურუმს თუ ფარშევანს? მე ფარშევანს. მე ლამაზ ფარშევანგიო. ანუ ფარშევანგი გადადის ნახევარფინალში? ჩემი ხო, ნახევარფინალის მე საგზური. ქურუმს. მოიცახა მე შემომეტენა. ვაიმე, აი სანამ შევფიქრობდი, მე ქურუმს. ის ხალხი სად არის აკროზის ხალი, აი. მანიკა. ვერტო. მე ახლა აი, რა გადიადვილებო, გამიჩალიჩა. გადიადვილებო, აღა მიდი და გადაწყვიტე. ერთი, ანრი. არ დამღუპო ეხლა. შეხო ესთეთი ხარ, შეხო ცილამაზე გიყვარს, ვინ ანრი. იხსნის ნიღავს ერთი ანრი, შენ ხომ ლამაზი ქალები გიყვარს, ანრი. აი, ვიცი რა არის. ნახე, ანრი, ობიექტურად ანრი, მინდა ანრი, შევაფასო. ხო და ობიექტურად ფარშევანგი არაფერში არ მინდა ეს სექსისტური საოცრება. განცხადებები. გახსენი, კუდია, გახსენი, გაებრანჭე. ფარშევანგი რჩება. ანრი, ვინ იხსნის? ფარშევანგი რჩება. გურუმი იხსნის ნიღავს. ფარშევანს კი გულოცავს ნახევარფინალში გადასვლას. ოღ მერტო, გურუმო. მერტო ჩემო. მაშასე ჩემო ძვირფასებო, ჯადოსნური სიტყვა დამახმარეთ, რომ გურუმმა მოიხსნას თავისი დუმალი ნიღაბი. მოიხსენი. ანრი, ჩამოდი. მარტო მე. წამოდი. მოიხსენი. ვაიმე. გავგიშები. წავედით. აი მე ხო არ მოხსნი? ანრი მოხსენი. მე მოხსნა. მოდი მოხსენი. მოდი. მოიცა როგორ იხსნება? კარგად. პირველად ვიღაცა ჩვენიანია. რა თქმა უნდა. შე. ანრი. ესე. ანრი. ვაიმე. მე გამოვიცალი. გამოვიცანიო, რა დაკლია. გილიგა. გამოვიცალი. რა თუ ციხარ, დღეს მარა დღეს
უარყავი, მაგრამ არა უშავს. მაინც გავგიზები. და დღეს თავს ვიკლავდი. ბედნიერება შენი ნახვა, შენ გენაცვალე. აბა რა. რატოშია, მაინც როგორ გამოსვარდა. ჩემი პარტნიორი, მადლობა შენ. მშვიდობა და სიცოცხლე ადამიანთა რასას. არ გამოვიცალე. არა, დღეს რანაირად შეცვალე. მაპატია გილიქ სანამ იტყვი რამეს. ნამღერი გვაქვს დუეტში, ხო დუეტი გვაქვს და აი ჩაწერის პროცესი ვიცი მისი ბგერა, ყველა რაღაც ნიუანსი და დღეს რანაირი ხმით იმღერა. საერთოდ ერთ სიმღერაში არ გაპარვია მისი ტემბრი. ბრავო. მადლობა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. როგორც ეკავდი საერთოდ შევგეძება. აბა რა. ძალიან დიდი მადლობა. რაღაცით არ ჩამოვგავდი ჩემს ნიღაბს, როგორ ფიქრობთ? კი, გავდი. მე ხო ვთქვი, დიდი მადლობა. გილიგარო შესულიყო რომელიმე ნიღაბში, ხო, აი როგორ ვიცნობ, ჩემი გულია. აღარ არისო ესო გილიგარო. არაფრით არ მათქმევინა, არ არისო. დამიჯერე. არა, მართლა დარწმუნებული ვიყავი. გაუმარჯოს ნიჭიერება. მადლობა, ორ სიტყვას ვიტყვი თუ შეიძლება. ძალიან საინტერესო იყო ჩემი ამ პროექტში მოსვლა. მინდა ყველა ძმას და დას პატივისცემით მესვეურთ პროექტის, ვინც აი ამ საინტერესოობას ქმნით სამადლობელით მოგიხსენიოთ. ძალიან საინტერესოა, რომ ადამიანები ხშირად ნიღაბს ვატარებთ და ჩემთვის როგორც ქრისტიანისთვის საინტერესო იყო ასე სახალხოდ ნიღბით მოძრაობა, იმიტომ რომ ძირითადად ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ იგი ღვთის ხატი და მსგავსია და ყველა ნიღაბი ჩამოიხსნას და მინდა რომ ყველას ვუთხრა საკუთარი თავის თამადობით, რომ ჩამოვიხსნათ ნიღბები და ვეჩვენოთ ერთმანეთს ისეთები, როგორიც ვართ. შეგენაცვალე. ამ პროექტს საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის ამ წუთის სოფელში და რა ვიცი, ქურუმ in the house. დიდი მადლობა. ბრავო. გილიქ თასი იმის ნიშანი იყო, რომ შენ ხარ ორჯერ გამარჯვებული სამეჯლისო ცეკვების შენ დასთან ერთად. აი სახლოს ვიყავი. არც ვამბობ დიდი თასებით უფლის ადიდებლის მიღწევაზე. როგორ გაირბიეს წლებმა, როგორ დავავიწყდით ყველას, ქრება ყველაფერი ქრება, მიდის ყველაფერი მიდის, ქრება ყველაფერი ქრება, ჩქნება ერთგულების სტოდი, ხდება ყველაფერი ხდება, და კვლავ გაზაფხული მოდის, სიცოცხლე მღერის, სინათლე მღერის, ეს გული მღერის, მიღვარხარ შენ, როგორ მოიწყინეს მთებმა, მალე ჩამოწვება ბინძი, ქრება ყველაფერი ქრება, ხდება ერთგულების ხიდი, ქრება ყველაფერი ქრება, ჩქნება ერთგულების სტოდი, ხდება ყველაფერი ხდება, და კვლავ გაზაფხული მოდის. მაშა ასეც ვიფასოდალე მაყურებლებო, დღევანდელი ეპიზოდიც დასრულდა. წინ კი ნახევარფინალია, ჩვენ პროექტში გვჭება 4 რჩეული მონაწილე. ამიტომ აუცილებლად დარჩით ჩვენთან ერთად სულ რაღაც 2 ეპიზოდში. ყველას ერთად ამოვხსნით თუ ვინ არის? სინათლე მღერის, როგორ გაირბიეს წლებმა, როგორ დავავიწყდით ყველას, ყველაფერი ქრება, მიდის ყველაფერი მიდის. უცდაურში აპოდია გრანდიოზი ფინალა 22-ზე ულამაზესი გარემოა. ნახევარფინალი იმედის სახალხო ეთერში. ჩვენი ჯადოსნური გმირებისა და გორის ქალთა გუნდის დაუვიწყარი სანახაობა.
ეს იყო სასწაული ნომერი. ვამოგზაურე მაგიურ სამყაროში. ბრავო. ზღაპარი გრძელდება. ნახევარფინალისტების დუეტი. თქვენს წინაშე დუეტებში წარსდგებიან ლაზიერი და ბროწეული, ფარშევანი და მინოტავრი. ამ შოუს მინდა რომ დავწვე. ერთად გავიგოთ, ვინ გადავა ფინალში. და ვინ მოიპოვებს საახალწლო სალსოს. ორშაბათს 22 საათზე. საახალწლო განწყობით სავსე ეთერი გამოვიდა. ვინ არის? იმედზე.